მე ვარ თინა ალექსიშვილი და თუ მკითხავთ ამ ახალ წელს მჯერა თუ არა ზღაპრების, გეტყვით რომ დიახ, მჯერა. ზღაპრებიც და ოცნებებიც ჩემთვის იდეებია, რომლებიც შეგიძლია ჩაიფიქრო და სცადო. სულ თავიდან ოცნებებს ბაბუ ამისრულებდა ალბათ როგორც ყველას, მაგრამ ვერ მგონია რომ უკვე მათი განხორციელება დედას და დედას მეგობრებისგან ვისწავლე. იმ ჯადოსნური საუბრების წყალობით, რაც ჩამესმოდა მთელი ბავშვობა მათი ჯადოსნური ფეხბურთის კლუბის წყალობით, რომელიც ყოველთვის შეუძლებელი შესაძლებლობაში მარწმუნებდა და იმის წყალობითაც, რომ ხედავდი როგორ იყვნენ ეს ადამიანები რეალურები. შემდეგ უკვე როცა ცეკვა მომიდა ვიცეკვე, როცა მსახიობობა მომიდა ვითამაშე, ხან ვხატე, ხან შევკერე, ხან სახლები მოვაწყე, მაგრამ ახლა უკვე დადგა ის დრო, როცა ის ოცნება უნდა ავასრულო, რომლისთვისაც თითქოს მთელი ცხოვრება ავემზადები და სადაც ეს ყველაფერი უნდა გაერთიანდეს. ეს არის წიგნაკები. და ეს წიგნაკები ისეთი ოცნებების ასრულების საშუალებას მომცემენ, რომლებსაც პასუხისმგებლობად მნიშვნელოვანი იდეები ადევს. მაგალითად, როგორ შევუნარჩუნოთ ბავშვებს ზღაპრები, სადაც ბოროტებას ყოველთვის სიკეთე ამარცხებს და როგორ გაყვეს მერე ეს სულისკვეთება ყოველ ჩვენთაგანს. ჩემი ოცნებაა შევძლო ამ იდეების განხორციელება და გავაცოცხლო წიგნაკები. 2024 წელს ვისურვებ და ავისრულებ.